თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევას კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე დღეს ჩვენება მისცა პროკურატურის მოწმე პოლიციელმა კონსტანტინე კერესელიძე. მისი თქმით, ტელეკომპანია იმედის მიერ გადაღებული ვიდეო მასალის ყურებისას პატიმარი ვალერი თეთრაშვილი ამოიცნო, რომელიც მისი მტკიცებით სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ასევე მოწმის თქმით, მას მყარი საგანი ეჭირა ხელში. ადვოკატის კითხვაზე რა საგანი ჩანს ვიდეოში შეამოწმა თუ არა, მოწმემ უპასუხა რომ არა. კითხვაზე თუ იცის მოხვდა თუ არა პოლიციელს ეს საგანი, კერესელიძემ ასევე უპასუხა არა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომელი თორნიკე ჯაფარიძე დაიკითხა. ჯაფარიძის თქმით, ინფორმაცია მიიღო, რომ რუსთაველზე მიმდინარეობდა აქცია, სადაც პოლიციელები დაზიანდნენ. მან მიიღო ინფორმაცია, რომ ერთმა პირმა ისროლა ქვა პოლიციელის მიმართულებით. მისი თქმით, ეს ვალერი თეთრაშვილია. ინფორმაცია 2 დეკემბერს მიიღო პირადი კონტაქტისგან. როგორც სხდომაზე გაირკვა, მოწმის პირად კონტაქტსაც არ უნახავს ისროლა თუ არა ნამდვილად ვალერი თეთრაშვილმა ქვა. მოწმის კონტაქტს ინფორმაცია მისმა მეგობარმა მიაწოდა. ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე რეალურად თვალით დაინახა თუ არა, რა ისროლა ვალერი თეთრაშვილმა და საერთოდ იყო თუ არა აქციაზე, მოწმემ უპასუხა რომ არ დაუნახავს, რადგან ის აქციაზე არ იყო. სხდომაზე დღეს პროკურატურის მოწმე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დავით წოწორაშვილიც დაიკითხა. მისი თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე 30 ნოემბერს დაზიანდა წყლის ჭავლის მანქანის საქარემინა, მას გადასხმული ჰქონდა საღებავი. წინა მოწმის მსგავსად მასაც არ დაუნახავს უშუალოდ ვინ დააზიანა მანქანა, რადგან აქციაზე არ ყოფილა. მან ინფორმაცია პირადი კონტაქტისგან მიიღო. ადვოკატმა ირმა ჭკადუა მას კითხა, ნახა თუ არა აგრესიული მომიტინგეები, რაზეც მოწმემ უპასუხა რომ არ უნახავს, რადგან ის აქციას თვალს ტელევიზორიდან ადევნებდა. კითხვაზე ბრალდებულებზე აქვს თუ არა პრეტენზია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა უპასუხა, რომ ის არც არავის ადებს ხელს და არც აფარებს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილი, რომელიც გასულ სხდომაზე მან გააძევა, პროცესზე დასწრებას კვლავ შეძლებს. ტერიშვილის სხდომათა დარბაზში მომდევნო პროცესიდან დაბრუნდება. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც განმარტა, ტერიშვილს დარბაზში დაბრუნების საშუალება იმის გამო მისცა, რომ სასამართლომ მისი განვლილი ქცევა გაითვალისწინა. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ასევე დააყენა შუამდგომლობა რეზო კიკნაძის დაბრუნების თაობაზე. ის გალუსტაშვილმა 26 ივნისს გააძევა. ადვოკატის თქმით, კიკნაძე მარტოა საკანში, მასაც უჭირს მისი მონახულება, ვინაიდან მუდმივად პროცესებზე უწევს ყოფნა. აქედან გამომდინარე, მასთან სათანადოდ ინფორმაციის გაცვლაც ვერ ხდება. ავსაჯანიშვილის თქმით, კიკნაძემ გააცნობიერა თუ რამდენს კარგავს, როცა საკუთარ სხდომაზე ვერ მოდის. ნინო გალუსტაშვილმა სხდომაზე კიკნაძის დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, კიკნაძეს არაერთხელ დასჭირდა გაფრთხილების მიცემა, რომ დაეცვა წესრიგის სხდომაზე. გიორგი ტერიშვილის დაბრუნების შუამდგომლობის დროს ბრალდებულებმა ანდრო ჭიჭინაძემ და ონისე ცხადაძემ მოსამართლეს მიმართეს, რომ ტერიშვილის დაბრუნების სანაცვლოდ მზად იყვნენ თავად დაეტოვებინათ სხდომა. წინა პროცესზე მე უფრო მეტად ვიმსახურებდი ალბათ გაძევებას, თუ გინდათ მეგამიშვილი და გიორგი ტერიშვილი დააბრუნეთ. თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ პროტესტის ნიშნად, გაგაგდებინებთ თავს. გიორგი ტერიშვილი, როგორც ყველა აქ გავიცანი და არის ადამიანი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი არის შეწირული ისეთ ამბავს, რომელმაც ბევრი კარგი რამ მოგვიტანა. ასეთ ადამიანს ასე რომ ვექცევით არ მგონია სწორი. ბატონ პროკურორებს მინდა შევახსენო ერთი ფაქტი, რომ როცა ირაკლი ქერაშვილის დედა იყო ჩამოსული ემიგრაციიდან და დააყენეს ადვოკატებმა შუამდგომლობა, რომ ერთი ადამიანისთვის მაინც გაეხსნათ პროცესი, რათა შვილი ენახა, მაშინ თქვენ დაეთანხმეთ ადვოკატებს და ეს იყო სწორი ნაბიჯი. გიორგი ტერიშვილი არის ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი და ბოლოს რაღაც თქვა და გააგდეთ და არ მგონია სწორი იყოს. დაკავებულ 11 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.